სიკვდილ მიჯილთა კამერაში ერთი ბენო ლაცაბიძე იჯდა ჩემთან. თავისთავად სიკვდილ მიჯილთა კამერა საგანი ძალიან საინტერესო მოვლენა იმ ხრივ რომ ღამე არავის არ ზინავს. ყველა ზინავს დღისით. იმიტომ რომ დასახვედრად ღამე გახავთ. და ყოველ ღამე არის მოლოდინი იმისა რომ შენ თუ არა ვიღაცას დაუძახებენ და დასახვედრად გაიყვანენ. და ეს ლაცაბიძე დახრება ქონდა მიჯილი რა თქმა უნდა ჩვენთან და თიჯდა. მე სიმართლე გითხრათ, იმასაც კი ვერ ვიტყვი, ნამდვილად ლაცაბიძე იყო არა თუ არა. მე ეჭვი მეყარება რომ ეს ლაცაბიძე არ იყო. მაგრამ როგორც ლაცაბიძე იყო დაპატიმრებული გერმანელების მიერ პარაშუტით გადმოსროლილი კაცი იყო. მაგრამ საბჭოთა მოქალაქე ეს არ იყო ემიგრანტთაგან. როგორც ჩანს ეს შეგნებამ მიზანმა ესე იგი რწმენამ წაიყვანა ამ ნაბიჯზე. საერთოდ ეს პარაშუტისტები ვინც კი გადმოსეს ყველა თვითონებდებოდა ხოლმე და ეს არ დანებდა. ამას ჰქონდა სროლები, დახოცილი ყავდა ვიღაცა წითელარმიელები თუ ვიღაცები და ერთი დღე დაღვარდა ქონდა მიჯილი. იჯდა მე რო შემიყვანეს იქ იმის შემდეგ კიდე დაახლოებით 11-12 დღე. და ერთხელ მეუბნება აი აქ თავთით მეო პერანგი მიდევსო მომცა მისამართი დამასწავლაზე პირად ეს არისო ჩემი ცოლის მისამართიო და თუ როგორ მოახერხო ეს პერანგი მიეცი ჩემ ცოლსო რომ ბიჭი რომ გახდება 17 წლის ჩემი შვილი აჩვენოს ეს პერანგიო მისცეს ეს პერანგიო ნუ ახლა არის ამაში თითქოს სენტიმენტალობა თითქოს გადამეტებული რომანტიკულობა მაგრამ კაცი დასწრება და აღუთქვი მე რომ ამას ყველაფერს გავაკეთებდი რაიგზ რომ კაცმა არ ვიცი დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ გაიყვანეს და დახვრიტეს პერანგი დამსია მე ეს პერანგი იყო სისხლში ამოვლებული რა ამოვლებული კი არა ესე იგი თეთრი ადგილი არ იყო ზეც ამ პერანგში ყავდა ნაცემი და ნაგვემი მე დადებული პირობა შეუსრულე ჩამოვიდა მისი მეუღლე და მე გაზეთში გახვეული ეს პერანგი გადავეცი მას იმის შემდეგ მათი ასავალი არ ვიცი ეს კი იყო რომ ცოლის გვარი იყო მაისურაძე მე შევეკითხე კიდეც რატომ ცოლი მაისურაძე შელაცებია ხარ მას კიდე თავის გვარზე სერიაო მე მგონი მომატყუა ასე იყო თუ ისე ეს პერანგი მე იმ ადამიანს გავატანე მისცეს თუ არა იმ ბავშვს წარმოდგენა რა თქმა უნდა არა მაქვს ისე კი ეს ეპიზოდი მე დათვალიერში გამოვიყენე ლასიონ კვიმსაძის წერილის სახით გადავასვაფერე იქ მომეჩვენა რომ პერანგი მეტად სენტიმენტალური იქნებოდა და წერილი დავაწერინე რომელიც მე დათვალიერში მიუტანა მის ცოლს ის წერილს ასე თავდება კატია 16 წელსაც წააკითხები ეს წერილი